მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. მოგესალმებით კვლავ ჟილინადან, სადაც საქართველოს 20 წამე ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე თამაშს გამართავს. ჩინებული სტარტის შემდეგ პოლონეთთან და უპირისპირდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთს. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი საქართველოს საფრანგეთის წინააღმდეგ GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. ანდრო ხელაძე ითხოვს ლოგში გამოჩენას და ვიცაბა როგორ ხარ და ურეკეთო არა ბიჭებს როგორ განწყობაზე არის ვის პაროდიას აკეთებ როგორ ხალხი მიხვდეს ჩვენ ლოგს თუ ნახავენ მიხვდებიან აი როგორ კომენტარებში დაგვიწერეთ ვის პაროდიას აკეთებს ჩაწოდება და ამოდიან მანჩესტერელები და საქმე წავედით სტადიონზე სვანაძე იქსონა წავედით კარგი ვინ არის აი თამაშის წინ რა განწყობა უფრო რთული თამაში გველოდება უფრო რთული თამაში გველოდება საფრანგეთი ძალიან მოტივირებულია ესეც მოტივირებული იქნებოდა რა თქმა უნდა მაგრამ პირველ თამაში ქულები დაკარგეს და მაგიტომაც აუცილებლად მოსაგებია მათთვის ეს თამაში ფავორიტებად ითვლებიან და შედარებით უფრო შიშობთ, ნერვიულობთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ბიჭების იმედი ყოველთვის გვაქვს, იმიტომ რომ არაერთხელ დავამტკიცებიათ, რომ შეუძლიათ ჩვენი გაოცება, მაგალითად წინა ევროპის ჩემპიონატზე. იცი რა მითხრათ, რაც შევამჩნიე, უფრო მეტი ქართველი იგრძნობა ქალაქში და მე გავიცანი ახლა ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ წინა თამაშზე არ ყოფილან. და აი ამ თამაშისთვის და მესამე თამაშისთვის ჩამოვიდნენ სპეციალურად სლოვაკეთში. შესაბამისად, ველოდები რომ უფრო მეტი ქართველი კომბაგი ნახდად იქნება სტადიონზე. და არ ამგონიათ ამ ფრანგების იმდენი დოზით ჩამოვიდნენ როგორც პოლონელები, ხო? იმიტომ რომ ფრანგებისთვის შედარებით ნაკლებად საინტერესოა ახალგაზრდული ტურნირი, როცა ასეთი წარმატებული დიდი ნაკრები ყავთ, ვიდრე პოლონელებისთვის. შენ როგორ ხარ? ჩვენია. მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ კომენტარებში დაგვიწერეთ თუ ვის პაროდიას აკეთებდა ანდრო ხელაძე. ძალიან გაგვიხარდება ახალგაზრდული ნაკრებიდანაც ბიჭები, თუ მოგვესალმებიან, გაიტანენ გოლებს და დარეგავენ მე ჩვენთან ერთად. მეგობრებო, ხა ავი წუპის მივდივარ ფანშეკრევისკენ, სადაც ჩემი აზრითაც და როგორც ანდრომას თქვა, უფრო მეტი ქართველი უნდა იყოს, რომ პირველ თამაშზე თან დღეს შაბათია და ვინც გვერდის ქვეყნებში ცხოვრობენ, მეზობელ ქვეყნებში მარტივია მათთვის გადმოსვლა, არასამუშაო დღეს. ჩავალთ და ნახოთ რა სიტუაცია დაგვხვდება ფანზონას. სადაც ქართველები უნდა შეიკრიბონ, თამაშამდე აღჭენია სადღაც 3 საათი. არ თამაშველოდები ჯერა ბიჭების კარგი ბიჭები არიან, მაგარი ბიჭები არიან და უსურებ გამარჯვებას და წისვლას. კი, 20 კილომეტრში ცხოვრობ აქ. თქვენთვის როგორც აქ ცხოვრები ქართველისთვის, რას ნიშნავს, რომ ესე ახლოს ჩვენი ქვეყნის ნაკრები ჩამოდის და გაქვს საშუალება, რომ დიდი ხანია უკვე ვიცოდი, რომ ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა ჩვენთან და ძალიან მაგრა გამიხარდა, რომ საქართველოს ნაკრები, სადაც მე ვცხოვრობ, საქართველოსთან წამოსული უკვე 2 წელიწადზე მეტია. გამიხარდა, რომ აქ არის თამაშები და კი მართალია პირველ თამაში ვერ დავესწარ, მაგრამ დღეს აუცილებლად თამაშები იქნება. განწყობა განსაკუთრებით პირველი თამაშიდან გამომდინარე ძალიან დადებითია და ფრეს მინიმუმ ფრეს მაინც გულშემატკივრობდა გონია, მაგრამ შეიძლება მოგებაც კი, კაცმა არ იცის. აი პირველ თამაშში და როგორი ემოციები გქონდათ? აი თანიც ბოლო წუთზე მოგება და ბოლო წუთზე სასწაული იყო რა. უკვე იმ მომენტში როცა უკვე გვეგონა რომ გაუშვით ხელიდან მოგება, იმიტომ რომ პირველმა გავიტანე და დასანანი პენალტი იყო. უკვე ჩაქნპარ პრინციპში უკვე ისე ქონდა რომ არაუშავს, ფრე არაუშავს, სასწაული სიხარული იყო რომ გაიტანეს რა. პრობლემები იქნება ალბათ ბევრისთვის, იმიტომ რომ პირდაპირ კი არა ისეთი ფრენებიც არ იყო გადაждდომი და ჩვენ მაგალითად ალბათ ბევრი ესე ჩამოვიდა, ვენაში ჩამოვფრინდით და მე ავტობუსით მოვედით აქ. და ეხა აქედანაც ავტობუსით წავალთ ტრენჩინში, სადაც მესამე თამაშია. აპირად ბოლომდე დღეს რომ დაიხარჯოთ. კი, რა თქმა უნდა. მედია ეხლა ისეთ უმცირესობაში არ ვიქნებით. ეხლა პოლონელები წინა თამაში ძალიან ბევრად მეტნი იყვნენ. YouTube ლიგის ნაკრების ფინალია. როგორ ახარ? კარგად. კარგად.
ვინც არ იცნობს გავაცნოთ საზოგადოებას ჟილინას ქართველი მცველი სანდრო ნარიმანიძე მიესალმე ჯეოთიმის გამომწერებს შენას რო ფეგუნდა კითხოს ეს ფიქრო მე ყოველთვის გამარჯვებას აი მეც ეგრევა ფათაშოვის უკვე ჩემი გუნდელებიც იგივეს ფიქრობ მართლა პირველ თამაშზე და შეიცავეს ხო From doubters to believers უკვე ეგრე უეგულ შემატკივრებიც არიან ფათაშოვის სანდრო ვინც არის როგორ აქ ცხოვრობს ბაზა არის ჟილინასი და დავიმახსოვროთ ესე რომ იწყენ ხო დავიმახსოვროთ ვივადენოთ თვალი წინა თამაშიც იყო ეხაც არის და შემდეგ თამაშიც აპირებ ხო წამოსვლას ჩამოვა არასდროს მეგობრებო, გუნდები გახურებას მორჩენ, დაახლოებით ამდენხანს 15 წუთში იწყება თამაში. ლაივი არის სეტანტა სპორტზე და მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, ვინც არის რომ სეტანტა სპორტზე გვაქვს პრომოკოდი JOTIM30. რეგისტრაციისას ამ პრომოკოდის გამოყენების შემთხვევაში მიიღეთ 30%-იან ფასდაკლებას, ასე რომ ისარგებლეთ JOTIM-ის პრომოკოდით სეტანტაზე. რაც შეეხება რა ხდება, შემოვატრიალებ კამერას აი ტრიბუნებზე. ესეთი ამბებია. იმაზე მეტი ხალხი ავდრე წინა თამაშზე იყო. ეს არის კომაგების ტრიბუნა, ჯერჯერობით აქ არ არის ბევრი ხალხი, თუ თამაშის მიმდინარეობისას გააჩვენებთ რა სიტუაცია იქნება კომაგების ტრიბუნაზე. წინა თამაშზე ბევრი ხალხი არის ხა. მასწომავენ დეციბელებს 100-ს და ვიხმაუროთ აბა ვნახოთო რა რეკორდ დაამყარეთო გულშემატკივრებს ეუბნებიან აი 100-ს არის ხალხი, წინაზე ბევრად მეტი ხალხია. Georgi Kvarmadze, Luka Ogarnidze, 15 Sabasazova, 16 Irakli Azarov, 18 Lopinov, 10 Wilson Oliver, 19 Ismail Bukurin, 21 Felix Limanashad, head coach Gerard Vatik. ფრანგებს პირველი მომენტი 22 წუთზე ჰქონდათ მატიას ტელის შესანიშნავი საჯანიმო დარტყმა აუღო ლუკა ხარატიშვილმა და შემდეგ ქართული კომაგების კანდიდება ლუკა ხარატიშვილი ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის ჩვენთვის 0-0-ია 22 წუთისთვის სამწუხაროდ 34 წუთზე პენალტი ინიშნება ჩვენს კარში საბა საზონოვის
უხეში თამაში მატიას ტელიზე და პენალტი საფრანგეთის სასარგებლოდ. ლუკა ხარატიშვილის იმედზე ვართ. ზედიზედ მეორე პენალტი საქართველოს ნაკრების კარში, ზედიზედ მეორე მატჩში. მატჩის 36 წუთზე საფრანგეთის ნაკრები დაწინაურდა. მატიას ტელის პენალტით იგებენ მამლები. პირველი ტაიმის გოლ გაუშვებელ დამთავრება კარგი იქნება, თუმცა სამწუხაროდ ზედიზედ მეორე თამაში პენალტი და ახლა მდევრის როლში ვართ. პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ. საფრანგები სრული უპირატესობით ჩაიარა პირველმა ნახევარმა. გოლი გაუტანეს პენალტიდან მატიას ტელი. ჩვენი შემადგენლობიდან პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ლუკა ხარატიშვილი ტოპსეივებით. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ეხლა კი წამოდით და ვნახოთ რა გოლება მეორე ტაიმში გვყავს გამზე ფეხბურთელები, ვისაც შეუძლია შემადგენლობის გაძლიერება შეტევის და ვნახოთ რა ცვლილებებს მიმართავს რამას სვანაძე მეორე ნახევრისთვის. წუთზე გონა ანგარიშის გათამრების სასწაული შანსი და აბუაშვილმა შექმნა თვითონ შორეული გასვლა ცხრინაში და ფრანკთან არის წარმოუდგენელი სეივი. იმედი კიდევ გვექნება 1-0-იან მხოლოდ სხვაობა 1-0 და იმედი კიდევ გვექნება შანსი ანგარიშის გათამრების. გადაღება ვერ მოახერხეთ, თუმცა სიტყვაზე მედეთ 79 წუთზე 1-0-ია, ამ წამს არის ხარატიშვილის, ლუკა ხარატიშვილის დამსახურება 1-1-ზე იყო სასწაული ბურთი. ბრავო ლუკას, გულები გაუსწავლეთ. როგორც ჯიტუჯი იტყოდა. მატჩის 77 წუთზე ანგარიში გაათანაბრა საქართველოს ნაკრებმა. გიგი აბუაშვილის წინვალე სოლო გოლი და თამაშის დასლამდე 15 წუთით ადრე წონასწორობა აღდგა. ძალიან გვჭირდებოდა ეს გოლი და მინიმუმ ამ შედეგით უნდა დავამთავროთ ეს თამაში. მეგობრებო, რამენაირად ძალიან დაძაბული წუთები გოლოდება წინ. ბრავო გიგი, შენ გენაცვალე მე. მატჩის 95 წუთზე საბა სასონოვის გოლი კამბექი მეგობრებო. კამბექებს და თუ მოვიგებ ჯგუფიდან გავდივარ. შენ გენაცვალე მე, შენ გენაცვალე. 5 წუთი უნდა გავწვო. არა 7 წუთი უნდა გავწვო. ვერ გავძელი 90 წუთზე ზონებში გაგვიძვა ბურთი და 2-2. 6 წუთი ამატა საჯო და რამენერაც უნდა გაუძლოთ და თუ ავიღოთ ამ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. 3-2 მესამეც გაუშვით დამატებით დროს. ახლა 10 წუთში 4 გოლი გაუვიდა. ვარზე მოწდება მესამე გოლი. აბარა გადავჭით, აბა
გადავრჩით. ვაიმე. ბოლო წუთზე რა შანსი. ეს რა თამაშია ბოლო წუთზე გორდეზიანს რა შანსი ჰქონდა. მაინც აგვიტანეს 98 წუთში. უკებამ 100 მეორე წუთი სანამ არ გაგვიტანეს არ დაამთავრა. აჯანდაბა. ენა გადავრჩით ვარზე, ეხლა კიდე გაიტანე. აჯანდაბა. Bigari, bravo, bene actuale, Bigari. Pay Plus. Saba, bene actuale, Saba. ლომი პროექტში მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის. ესეთი კითხვა მაქვს, რა მოხდა ჩვენი მეორე გატანილი გოლის შემდეგ, რატო წარიმართა ესეთი სცენარით თამაში, როგორ ფიქრობ? პირველ რიგში მადლობა ყველა ჩამოსვლისა და გულშემატკივრებისთვის, ჩვენთვის დიდი мотиваცია არის ეს, რაც შეეხება ჩვენ მეორე გატანილ გოლს, ალბათ მთელი გუნდი უკვე ფიქრობთ უკვე ჯგუფიდან გასვლაზე და მეტი კონცენტრაცია მაგას დაუთმეთ და ალბათ უფრო მეტი კონცენტრაცია გაგვიფანტარა და არ ვიცი ხა თამაშის მე ესე ძნელია ლაპარაკი და ალბათ გავარჩევ და უფრო კარგად იმას მაინც გამოცდილებას მიაწერ რომ წინასწარ დაუწყეთე იმით ალბათ შეიძლება ეგეც იყოს თან უფრო მომზადებული გუნდია ტოპ ლიგებში თამაშობენ და ალბათ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ეგ მომხდარი ლომი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითავისოთ რომ ყველაზე მთავარი მატჩი გოლდება 3 დღეში არაფერი დასრულებულა საერთოდ რა სიტყვა ითქვა გასახდელში თამაშის შემდეგ რა მდგომარეობა იყო გასახდელში რო გითხრა ორიოდე სიტყვით გასახდელში მოწყნილობა იყო რა თქმა უნდა მაგრამ რავი ჩვენ ბიჭებმა უნდა ერთმანეთს უნდა გავატანილოთ ეს რთული დღე და რაც შეიძლება მალე უნდა ვეძებოთ ჩვენი თავის ძალა რომ შემდეგ თამაში უფრო მობილიზებულები, დასვენებულები და მზად შევდეთ, იმიტომ რომ ზოგისთვის, უმეტესობისთვის ბოლო თამაშია 30 წლამდე ნაკრებში და ყველაფერი უნდა ჩავდოთ, რომ ეს თამაში ისე დამთავრდეს, როგორც ჩვენ უნდა და ყველაფერს ვიზამთ, ჩვენ მჯერა რომ ესე მარტივად არ ჩაივლის ეს ევროპის ჩემპიონატი. ფიქრობ რომ რაღაც ყველა ფიქრობდა რომ უკვე მორჩენილი იყო თამაში და წამოვიდნენ შემდეგ უკვე ჩაუჯექით კონჩეტევაში წამოვიდნენ ჩაწოდებები წამოვიდა საზიკამას ფეხი იტკინა ვეღარ გაკაჭა თამაში და არ გაგვიმართლა რა შეიძლება რომ ვთქვა უბრალოდ არ გაგვიმართლა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება გასახდელში ხდება თამაში არაფერი სამოტივაციო სიტყვები ფიქრობ რომ არაფერი არ არის დამთავრებული უნდა გავიდეთ პორტუგალიასთან უნდა მოვიგოთ უბრალოდ არ გაგვიმართლა ყველაფერი ხდება ფეხბურთია ერთი ნოს ვაგებდით, ორით ერთს ვიგებდით, შემდეგ წავაკეთ. რთულია ეხა დაბრუნება, მაგრამ მისთვის პროფესიონალი ფეხბურთელები რომ უნდა დაუბრუნდეთ უკან და უნდა ვითამაშოთ პორტუგალიასთან. ლივორზე მეორე თამაშია, არ გძნობთ რომ გასვლაზე თამაშობ. ეს კიდევ მომენტი გულშემატკივარი იყო. რასეთ ყოფით დღეს მათ და პორტუგალიასთან თამაში. ის თქმა შემიძლია მადლობას ვუხდი, ძალიან დიდ мотиваციას გვაძლევენ. და რა ვიცი, ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი რაც არის რომ თამაშებზე დადიან мотиваციას გვაძლევენ, გვამხნევებენ და ვფიქრობ ეს ჩვენთვის ორმაგი мотиваციაა და მადლობას ვუხდი და იმედია პორტუგალიასთან იგივე სიტუაცია იქნება. პირველ რიგში მე მინდა რომ მადლობა გადავუხადოთ ჩემი გუნდს ამ თავადებებისთვის, ესეთი დონის თამაშისთვის, რომ ვიგებდით, როგორ საბოლოო ჯამში მოვიგეთ. პირველ თამაშთან შედარებით, პირველ თამაში გაგვიმართლა და ბოლოს თვეზე მოვიგეთ, ამ შემთხვევაში არ გაგვიმართლა და ვერ მოვიგეთ, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემ ბიჭებს იმისათვის რომ თავდაუზე გამათუშრომეთ და ვაშკაცურად გამოვედით სტადიონიდან. და შეს ბატონმა რამაზანზე რამითები მოხდა შესრულებაზე და საინტერესოა რა გითხრათ ესეთი თამაშის შემდეგ გასახდელში.
არაფერი უბრალოდ ან ჩვენ თამაში ნაგვეთამაშა იყო რაღაც ხარვეზები პირველ ტაიმში რა თქმა უნდა პირველ ტაიმშიც მაგრამ ჩვენ რაღაც ტაქტიკების შეცდომები გქონდა და უფრო ტაქტიკაზე იყო საუბარი რა ისეთი არაფერი ჩვენ ვიცოდით რომ შეგვიძლია რომ თამაში რადიკალურად შეგვეცვალა მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლო წუთებზე გავიმარჯვები რომ არ გაგვიმართლა რა სამ დღეში გვაქვს გადამწყვეტი თამაში ჯერ არაფერი დასრულებულა ამ გუნდმა აჩვენა რომ აუცილებლად მოსაგები თამაშების მომგები გუნდია როგორ ფიქრობ ის რომ უახლოეს წარსულში მოგვიგია აუცილებლად მოსაგები თამაშები იქნება თუ არა რაღაც დოდით თავჯაჯერების მომატებელი დინაპირობა პორტუგალიის წინ ჩვენ ვილაპარაკეთ ბიჭებმა ან ჩვენს არაფერი არ არის დამთავრებული ველოდება პორტუგალიესთან ფინალური თამაში ფინალი და ჩვენ ისევ გავაგზავნებთ მომზადებას როგორც ამ თამაშებში გავაგზავნებდით და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აი ამ თავდადებით როგორც შრომობთ და როგორც ვუდგებით საქმეს ჩვენ სიტყვას ვიტყვით და გავიმარჯვებთ და გავალთ ევროპის ჩემპიონატზე დავიწყებ იმით რომ ძალიან დასანანი მარცხი გამოვიცადეთ არ ვიმსახურებდით ვფიქრობ ესეთ ფინალს თუმცა მადლობას გადავუხდი ბიჭებს თავგანწირვისთვის თავდადებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მოგვიგო რა ეს თამაში და თუმცა ხდება ფეხბურთია ერთ-ერთს მე ყველა ფიქრობდა რომ მოგებული ქონა ეს თამაში თუმცა ფეხბურთია ხდება ჩვეულებრივი ამბავია ეს მაგრამ პროფესიონალები იმიტომ რომ ეს თამაში მალე უნდა დავიწყოთ ახლა დღეიდან უნდა გადავერთოთ შემდეგი თამაშისთვის და ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ ჯგუფიდან გავიდეთ შეგვწევს ამიზალა დღესაც დავამტკიცეთ ეს და ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურს გავიგებთ რომ გავიდეთ ჯგუფიდან რა დავალება მოგცა ბატონმა რამაზმა როდესაც მოედანზე შედიოდი იმიტომ რომ თავიდან როგორც კი შეხვედი ეგრევე მაგარი მომენტი ჰქონდა რომ თეთრში დაარტყი და მე ისევ მალევე გოლი გაიგო ну ზოგადად ესე კონკრეტულად ჩემთვის ისეთი დავალება არ მოუწია ზოგადად ვინგერი როცა ხარ გევალება რომ განსხვავება შექმნა მოედანზე და მიხარია თუ ეს გამომივიდა ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი საფრანგეთთან მატჩიდან დასრულებულია სამწუხაროდ 95 წუთზე გვეგონა რომ უბედნიერესი დასასრული ექნებოდა ამ ვლოგს თუმცა ფეხბურთში ხდება ყველაფერი ძალიან სწრაფად ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად დაუმარცხდით თამაში იყო მესამე გოლამდე როგორც ჩანს ფრანგების მესამე გოლამდე სანამ არ გაიტანეს ფრანგებმა არ დასტვინა საჯმო საფინალო სასტვენი იმედი მაქვს შემდეგი თამაშისთვის მოასწრებს საბა საზონოვი აღდგენას მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის მადლობა ყველა გულშემატკივარს ვინც ჩამოვიდა მაგარი ატმოსფერო შექმნა მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა და უნდოდა ჩამოსვლა ტრიბუნიდან გულშემატკივრა ძალიან ემოციური თამაში იყო გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი მეგობრებო მოიწონოთ ეს ვიდეო დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენს რა იყო მარცხის მიზეზი და შევხვდებით ტრენჩინში პორტუგალიასთან თამაშზე გავამეოროთ მოდი ისტორია მოვუგოთ პორტუგალიას და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან კარგად და მომავალ შეხვედრამდე